PR სულა, იმიტომ რომ ესე იგი გამოაცლის ნიადაგს ოპოზიციას, აი დათმობაზე წამოვედი რა. და მესამე ვარიანტი გადადგომა. რაც მე ეჭვება, აი ეს კულუარული მუშაობა აუცილებლად იქნება. ნაბუკოს პროექტზე ბევრი რამეა მიბული ძალიან ბევრი რამე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაპოპულარულია სააკაშვილი ევროპაში და დასავლეთში, მაინც იქნება ამაზე სერიოზული მუშაობა და ბევრი ფული დაიხარჯება. მაგრამ არის ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი, სერიოზული ფაქტორი. რამოდენიმე ფაქტორია. მათ შორის ერთი არის პუტინის პირადი დამოკიდებულება, რამდენადაც შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არის სერიოზული ძალები, რომლებიც ამ ხელისუფლების შესვლა არ უნდათ. ვინც არ უნდა მელაპარაკოს რუსეთი ერთგვაროვანი, მაინც არ არის. არის ძალები, რომელსაც ეს უნდა, არის ძალები, რომელსაც უნდა წავიდეს. აი ეს იქნება და ნაბუკოს თემა იქნება და ენერგომატერიალების თემა იქნება ხელშემშლელი. თორე საქართველოს ხელისუფლებაში მე პრეზიდენტზე სააკაშვილზე ვერ ვიტყვი, არ ვიცი. არსებობენ ძალები, რომლებიც მზად არიან. არა მარტო ენგური, რკინიგზა აღადგინან შავი ზღვის სომხეთისთვის. იმისას გახსნან ჩემო ბატონო ჯავახეთში საკონსულო სომხური. სომხეთის არა ქვია ჯავახეთის კულტურული ავტონომიის სტატუსი აწიონ, ავტონომიას არ გულისხმობ. კულტურული ავტონომიის სხვადასხვა პოლიტიკური ავტონომია არ არის, მაგრამ სტატუსი აწიონ. რა რესურსია ხმას რომ მართოს დიქტატორულად იდრე აი ეს რაც აგიწერია. ყველა მოსახლემდე არ მივა საქართველოს, ყველა მოსახლემდე მიყურებულ სოფლებშიც კი, მანამდე რესურსი იქნება. დარბეული და რუსის ტანკები რო დგას. ესმის. აი ყველაფერი ამის მერე ჩვენ თუ დიქტატორული ქვეყანა უნდა ვიყოთ და აი ამ 20 წლის სიტუაციების მერე, ნუ ასაკვირველია, მე ამას ვერ მოვეცლები საქართველოს დიქტატორულ ქვეყნობას ნამდვილად. როგორც აფხაზეთში 15 წლის მერე არც ერთი აფხაზი აღარ იქნება პრაქტიკულად. აი საქართველოში 20 წლის მერე აი ეს ტენდენცია ხა დაწყებულია, თუ ესე გაგრძელდება. თუ ესე გაგრძელდება. რამდენია გასული, რამდენი ერი დაბერდა. ერთ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე 2 და 1 უნდა იყოს კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში და 1 და 7 გვაქვს ბავშვების შეობადობა. აი ეს გამომიგზავნეს დღეს რა, მესამე მძინარე გივი. აგენტები სად არიან? ანუ აგენტები Balania xabar? Givir yerda burdi. Charchada charchayapti. Здравствуйте, Владимир Владимирович, как вы? Алло, я Халид. В общем так, Владимир Владимирович, смотрите сейчас, что происходит. 9 апреля вы, в общем, сами называете этого, как его, цифру и под кодовым названием. Мы же договорились, кодовое название ДИЧ, да. Ну, вся Грузия этого хочет, Владимир Владимирович. Серьезно, я вам говорю, серьезно. Грузины хотят, что у нас были вы. Что вы диктовали нам, да, как жить, да. Ну, в общем, Владимир Владимирович, я хочу, вот, Владимир Владимирович, спасибо. О, это вы? Кто это говорит? Да ну нет. А это вы, здравствуйте, да, здравствуйте. Почему вас не повесили? Да мне обещал это, как его, Владимир Владимирович, что вас повесят. Я его на бочку с порохом посадил, пусть чай полетает. Да, повесили уже и сняли обратно, да? А почему в прямом эфире не показали это все? Такие вопросы задают, что неудобно отвечать. Вы извините меня, я такой грамматику не очень так хорошо знаю русский язык. В общем, я от души все это говорю. Да, кто это? Медведь? Как ты? Ну да, как ты поживаешь, что ты? На, потом по-русски хуярим.
Ну я буду так говорить с ними, как будто я не знаю русский язык, да. Ну, в общем, все хорошо. Приезжайте, все отличники, в общем, да. Да, Владимир Владимирович, вот об этом идет речь, да. Владимир Владимирович, знаете, какое у меня оружие сейчас я в руке держу? Я держу ваш этот Калашников, или как называется? АКС, да. Нет, не укороченный, нет. Сногсшибательный. Гиви, кайглиде, гиви. Вы нацираны. Гиви, кайглиде, гиви. Аркадьева, ты срывай. Алло, Лена, будьте добры. Вы можете на 3 дня приехать? Ну, на президентский самолет. Да. Массажем занимаетесь? Или как-то там? Нет, проблема в том, что просто он не в себе, просто, понимаешь? Он думает, что он царь. Какого Бориса царя? Да царь. Повинен смерти. Давай, я еще один звонок должен сделать, давай. Россия сакме мериясთან მინდა დავდგა რკინის გიგი უგულავად კანდაკება. კი, უკან მინდა ედგეს ისა, რა ქვია, მარცხენა მხარეს მინდა ედგეს მეხანძრე და მარჯვენა მხარეს მეეზოვე. ჟორჟიკა განიცოცხლეთ. აწი რაღა მომკლავს, მე რაღა მომკლავს. ესე იგი, რა მინდა იცი? რუსთაველზე მიტინგი მინდა დავდგა. დიახ, აი რუსთაველზე 100,000 კაციანი მიტინგი გამიკეთე. იპოდრომზე გამიკეთე 300,000 კაციანი მიტინგი. და კიდე რა ქანდაკება მინდა? ზაზაზა ბეგაშვილის პატარა ქანდაკება მინდა, კაცი პაკისტანელი კაცის ქანდაკება. კასკაზე რო კოცნის იმას, რა ქვია? ხო. და ის პრინციპში კასკაზე რო ეწეროს, რომ შედგა. სახელმწიფოებრიობა შედგა. ხვილი გავს, გავს. თვალები გავს, გავს. შუბლი გავს, გავს. ექთეიკი გავს. და ერთი მინდა კიდე ქანდაკება საზოგადოებრივი არხის წინ მინდა, ბატონო ზურა, ძალიან გქოთ, რა. С бородой? Нет. С бакенбардами? Да не помню я. Сидячий? Чего? Сидит. Кто же его посадит? Он же памятник. ძინარე კაცის ქანდაკება მინდა. აი გივის რო ძინავს შეიძლება ეგ. დიახ, კიდე როგორი ქანდაკება მინდა, იცით? გველუკაშვილის ქანდაკება მინდა 5 მჭიდით. ოღონდ ვაზნების მაგივრად რო იყოს ხურძნის ლებნები, ბატონო ზურა, შეიძლება? სააკაშვილის ქანდაკება მინდა ჩასუცქული რო ჭირის აღმაშენებლის საფლავთან. დიახ, და აი თუ გახსოვთ მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დავით აღმაშენებელი, ეხლა დიღომში რო გადაიტანეს. მაგ ქანდაკების გვერდზე მინდა კიდე პატარა ქანდაკება. აი როგორ გადააქვთ